Პროები მოგესალმებით, მორიგი ეპიზოდი, მორიგი იმპოსტერი, თან იმპოსტერში განახლება გვაქვს, ერთი კომენტარი დაიწერა ასეთი, რომ კატეგორიების მიხედვით ითამაშეთო. ფილმების კატეგორია, თამაშების კატეგორია და ასე შემდეგ, მე სხვა კატეგორიებიც იქნება. ანუ იმპოსტერის ეს ვიდეო კონკრეტულად მიმართული იქნება ფილმები, ანიმაციები, სერიალები და იმ კითხვებზე იქნება რა. შეიძლება უფრო მოგეწონოთ მსგავსი რა. როცა რაღაც კონკრეტულ ერთს ელოდებით. რას ვფიქრობთ? ნახოთ, წესით საინტერესო იქნება ფილმებზე განსაკუთრებით. მარტო ეგ არ გვაქვს სიახლე. ხო. კედელი შევღებეთ, სტუდია, იქით მეორე კუთხე შავი ფერი იყო, აქეთ ლურჯი, აქეთ კიდევ მწვანე არის, მუქი მწვანე, ჩვენით შევღებეთ. ვიწვალეთ, მოვიწამლეთ, დავიღალეთ, მაგრამ სამაგიერო. არა, არ მოვიწამლეთ. ეგ ძალიან იცი ახლა შენ. იმდენი ვისუნთქეთი დღეს. ეგეც არის. თავარია კარგი გამოვიდა. კარგი, ალბათ. დავიწყოთ ახლა ჩვენ თამაში. გაფები არ გვაქვს. აუი. რა გვაგლია თქო შეჭი. სუპერმენი. ჯოფრი. ჯიმი მაგილი, ეგრეთ წოდებული სოლ გუდმანი. კაი, ნახოთ კითხვა რა იყო. რომელი პერსონაჟის ისტორია იყო ყველაზე სასიამოვნო სერიალებშიო? და სასიამოვნო ისეთია შეფასებითი არის რა თქმა უნდა. კაი, კოსტა, სუპერმენი რატო გიწერე? ბიჭო, იმიტომ რომ მე ზოგადად კინემატოგრაფიდან დავწერე და არა მხოლოდ სერიალებიდან და ასე შემდეგ. სუპერმენის ისტორია ანუ ის რო სხვა პლანეტაზე იყვნენ, მე გამოუშვეს, იმიტომ რომ იმ პლანეტაზე ომი იყო, რაღაც ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ქარაქტერიც არის, ყველაზე საყვარელი სუპერმენი და მაგითო დავწერე რა პირველი რაც გამახსენდა. არ არის ამის ყველაზე საყვარელი ქარაქტერი სუპერმენი, მაგრამ არა, იმეებში ყველაზე საყვარელი ხო? რაში? სუპერჰირო არ არის სუპერჰირო. როგორ არა? ვინა უფრო საყვარელი ჩემი? მოიცა, აქ სუპერჰიროზე არ არის. არ ვამბობ. სუპერჰიროზე არ არის. აქ სუპერჰირო ჯენეტიკი ხო ზოგადად არის. ეს ერთი და მეორე. იდეაში ბეტმენი უფრო უნდა იყოს ნოლანიდან, ისტორიიდან გამომდინარე. ეს სუპერ ზეპირად ვიცით, ანუ ანალიზის რა თქოს. ეხლა რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ზეპირად დავასრულებთ ნოლანის ფილმებს და კი, მაგრამ ანუ ბეტმენის ისტორია, რავი, ვისკენ იყავი შენ ბეტმენ versus სუპერმენ. სუპერმენის კედელს. ამან მე სუპერმენს გავიგავე. ჰენრი კევილი ხო გადავა. ანუ კაცია. მე ბეტმენ. კრისტიან ბეილი ყოფილიყო მეორე ხაზს დავფიქრდებოდი, მაგრამ მაინც ჰენრი კევილისკენ ვიქნებოდი ალბათ და. კაი, თან ბეტმენის ისტორია ნახე. რავი, ეხა ბავშვი იყო, მოუკლეს ვიღაცა გიჟმა და არეხვილმა ისა მშობლებით. ის ხო რას ამბობ, მშობელმა გამოუშვა აქეთ. გავიგე, მაგრამ იქ ომი იყო, სხვა პლანეტიდან სხვა პლანეტაზე გაუშვა ჩვილი. დაგვრდებოდა პლანეტა ომი არის. მე აქაც რაღაცა ის ტორნადოს შეეწირა ტიპი. ეს მინუსტილზე წავიდა. კაი, შენი ის რა არის? მე ყველაზე კაი პასუხი მაქვს. ჯოფრის სიკვდილი იყო ყველაზე სასიამოვნო რამ რაც მინახავს მე სერიალებში და ზოგადად ყველაზე კარგად დავტკბი მაგ მომენტით. ეს იცი ხო ისტორია მაგისი? ჯოფრი ეს? აი, თვითონ მსახიობი. კი, მიატოვა მსახიობობა იმის გამო რომ იმენ კარგად იმენ შეასრულა. კარგად შეასრულა როლი რომ ხალხს ზულდა. ხო. და მიატოვა მსახიობობა, ანუ რა. ნუ შენ სოლ გუდმანი გიწერია, კაი პასუხია. თან ახლა უყურებ და ისეთი. უფრო ის გაქვს რომ ეხლა ორი სერია დამრჩა. ხო, მაგარი რაღაცები გველდება. საუკეთესო სერიალი არის ერთ-ერთი. კაი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1 კოსტა. კოსტა უეჭვია. აზრი არ აქვს მე ვისვიტყვი და მე ვიყავ იმპოსტერი კი და ჩემი კითხვა იყო რომელი იყო ყველაზე ცუდი პერსონაჟის განვითარება ტელევიზიის ისტორიაშიო რა, კინემატოგრაფიის ისტორიაში. გააფუჭეს სუპერმენი და ხო და ეხა ბოლო სუპერმენს ხო რა ვიცი ლამის პაცანი ძველი ბიჭებიც ცემენ. შენ განვითარება სუპერმენს მართლა არ ქონდა. ანუ როგორც პერსონაჟს ერთ და იგივე იმაში ტრიალებს. ხო, ხო და განვითარება. ცუდი განვითარება ქონდა რა. ცუდი ეხლა განვითარება. ბოლო სუპერმენი რო ნახე რავი. ბიჭო, არ იყო ერთი ცუდი სუპერმენი რა სერჩი და. სუპერმენის ვაიბი არ დამიტოვა. აკრა სუპერმენის ვაიბი ქონდა ამას. ეს უფრო იყო სუპერმენი ვიდრე ჰენრი კევილი. ჰენრი კევილი ხო ტესტესტორონიანი ხო, ჰენრი კევილი ვაფშე არ იყო. პროსტა ჰენრი კევილი მევასება ძალიან და ეგ სუპერმენი გამისორდა თორე. იმენა სუპერმენი ეს უფრო არის რეალურად. ჰანს სიმერის ყველა, მაგრამ მე ვიტყვი რომელი რა. მაგრამ მოდი ჰანს სიმერი იყოს ჯერ პასუხი და რომელს მე ვიტყვი. Now we are free გლადიატორი. Okay. ნებისმიერი, სადაც ჰანს სიმერის მუსიკაა. Okay. კაი, შენ ხარ იმპოსტერი. კაი, მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. ფილმის რომელი საუნდტრეკია საუკეთესოა? ეს არის კითხვა. კაი. მოდი ვიმჟელოთ. ეს არის იმპოსტერი ამას მარტივად რატომ? ქართულიდან გამომდინარე. გეტყვი ხარ. ხო მაგრამ ქართულზე ამასთან ვიდავება ცოტა. ბიჭო არა, უყურე ნებისმიერი სადაც ჰანს სიმერის მუსიკა, ამის კითხვა იყო. ანუ ფილმებში რომელი საუნდტრეკები მოგწონს და ნებისმიერი ფილმი ამის კითხვა იყო, რომელ ფილმს გაჩერდებს, რომელ ფილმს აქვს საუკეთესო საუნდტრეკი, თავს დავდები. არა. თუ რამე წავაგე და ჩემ ბრალია, ჩემ თავზე ვიგებ რა. ხო, ჩემი კითხვა არის, ჩემი პასუხი არის
Hans Zimmer-ის ნებისმიერი, მაგრამ ალბათ მაინც ჩემთვის ყველაზე ესეთი რაც მომახსოვდება და რო აუყვე შემიძლია არის ესეთი აი მელოდიურად კარიბის გულის მეკობრეები მისწორდებოდა ყოველთვის რა. აუ ძალიან ძალიან კაი. ისეთი იყო რა. ძალიან კაი. ანუ მელოდიურია უფრო. ემოციური არ არის, მელოდიური არის. ხო. შენი Time-იც ძალიან მაგარია. ბევრია კარგი ხო. Inception-ის საუნდტრეკი, Interstellar-ის. Interstellar-ის საოცრება. მაგრამ აი რო ჩავრთავ და მოусმენ უფრო კარიბის გულის მეკობრეების ის არის. ბიჭო, მე ეს მანქანაში მაქვს. და ეს ძალიან კაი არის. ეს მაქვს playlist-ში. ეს უფრო ემოციურ ფონზე ხო, გადის. კი, playlist-ში მაქვს ესეც Interstellar-იც და Time-იც. ხო. ზოგადად Hans Zimmer-ის მანქანაში მოსმენ არ ვიცი. ბიჭო, არა, playlist-ში მაქვს და მანქანაშიც მაქვს playlist სხვა რა, თორე ის კი არა, მანქანის სიმღერები ცალკე არ მაქვს. კაი მიშა გეტყვი ეს. ის მაინც გითხარი შენი საყვარელი საუნდტრეკი რომელია? ნებისმიერი Hans Zimmer-ის ფილმი. აი ერთმანეთს მითხარ კარიბის გულის მეკობრეები შენ. ანუ რომელი ფილმში არის ის ეგრე ახლა ვერ ვიტყვი რომელი არის ყველაზე მე გლადიატორი იმიტომ გამოვარჩიე რომ თან კადრებიც ისა აიკონიკ არის ფილმიც აიკონიკ არის აი ეგეთი აიკონიკ ჩემთვის არის ეგ მინდა რომ ცხოვრებაში რო გავაკეთებ მაგას აი ამ გავლას მე შეგვიძლია მოვუკვდებს შიდად ჰარი პოტერის Hans Zimmer-ის არა Hans Zimmer-ის არ არის ის მეორე არის ვიღაც ინდოელი თუ ვიღაც არის ხო თუ ინდოელი არ არის არ მოგს მოკლედ ხო ნუ დანიშნულია მეც იცი რა სამ დავწერდი პირველი ჰარი პოტერიც ვიფიქრე მაგრამ ამის პასუხი აქ Hans Zimmer-ი უნდა ყოფილიყო რა კაი მიშა შენი კითხვა რა იყო არ გინახს მის მიცემა ვიცით რომ შენ ხარ იმპოსტერი გასი იგივე ეკა ისმაკუგა შეხედე ჩემი კითხვა ცოტა ისეთი კითხვა შენი კითხვა იყო მიშას კითხვა იყო რომელი ფილმი გადაარჩინა სრულად საუნდტრეკ მოდა ძალიან არასწორი პასუხი მე დავწერე რომ Hans Zimmer-ის სადაც არის ხელი ეგ ფილმი ბევრად უკეთესია ვიდრე ამის გარეშე ერთი ფილმი არ არის ამის გარეშე ეგეთი არ იქნებოდა ჩემი აზრით ნოლანს აქვს ნათქვამი არის თუ არა მნიშვნელოვანი ანუ თავარი საუნდტრეკიო რა თავარი არა მაგრამ 50% არის 50 კი ჩემი აზრით კი პროცენტებზე მაინც არასწორად გიწერია შატო ეს ჩემი აზრია არა შენ მაინც არასწორად გიწერია ხა ვაფშე არასწორად გიწერია ფილმიო რომელიც ბანზიაო მაგრამ საუნდტრეკის გამო უყურებ და ფილმის სახელი უნდა დაგეწერა ნებისმიერი ანუ ფილმი ვიგული კაი Hans Zimmer-ის მუსიკას ვერ მეტყვი ფილმში რომელიც ბანზია ნახე ფილმი რო დამეწერა ნებისმიერი ფილმი სადაც Hans Zimmer-ის მუსიკაა ბიჭო ანუ რა გინდა მითხრა რომ Hans Zimmer-ის მუსიკა სადაც აი იმ ფილმებს გადარჩენა რომ მოსწონდა მაგაზე კი არა საუბარი რომ ის ცუდი იყო მაგრამ მე გეუბნები კითხვა ეგ გქონდა კი მე ეგეთი ფილმი არც ერთი არ ვიცი რომელიც მარტო საუნდტრეკის გამო ძალიან მაგარი ეგეთი გახსოვს რომელიმე კი ფორსაჟი ფორსაჟის მუსიკა მე არ მომწონს რა საოცრებები აქვს ხო არ გადა მანქანაში ეგ ვიწერია მე დამზე არა ეგ პირველ 3-4 ნაწილში ეგ ნორმალური ფილმებია ხა მეშვიდეშიც არის მეშვიდე არა ეგ მე არ მახსოვს მე სიმღერა ვაფშე სხვა რაღაცის გამო დაწერეს და ფორსაჟმა მოიპარა კუდურო რომელში არის აუ ეგ არ მახსოვს არა არის კაცო არა მეც არის მერვეშიც არის და კუდურო დუბაი არის რომ ბოლოში ის გემით რომ ნავით რაღაცა რომ შემოდიან ეგენი ეს შავკანიანი რო ძის მან მახსოვს მე კაჩე არის ფილმები სადაც ფორსაჟის საუნდტრეკები ლეგენდარულია მე არ მახსენდება გავიგე მაგრამ კითხვა სხვა ქონდათ ხო მაგას ვაპარაკ ის უათაშორის ამბობდნენ რომ მიშას ატო არ ჩაგრავთო და დავით ვათხაბარი მე ხო საერთოდ გადაგწევითო და კომენტარი ვიღაცა ის რომ მოგწერე ანუ ფორსაჟის ლეგენდარულობის ხაზს მეუყვები ბარემ ჩვენი არხი გამოიწერეთ თან ის რომ მოგწერე ჩარჯერით ჩამიარა ვიღაცამ დაშვებული შუშებით 4-ვე შუშა რო დაშვებული ქონდა ეხა ამ გაგანია სიცხეში და ბანდოლეროს რო უსმენდა ანუ აი გა ფორსაჟის ლეგენდარულობა ხვდები ჩარჯერი იყიდა კაცმა სპეციალურად მელოდი იყო აი ვერ შევამჩნიე თანოსი მიდი ჯოკერი აი ესეთი რეაქცია ქონდა მე მგონი შენ ხარ იმპოსტერი ძალიან უცნაური რეაქცია ქონდა მიშას პასუხს ავხსნით მე თანოზეს ვფიქრობდი რა მაგით კაიზერ სუზა აი ძალიან კაი პასუხი იყო კაი კითხვა ნახოთ საუკეთესო ბოროტმოქმედი კინემატოგრაფიის ისტორიაში იცი თანოსი გითი იყო საუკეთესო მაგიტომ მქონდა ეგრე არ გავიგე ხო უბრალოდ თანოსის ხო თემა Thanos did nothing wrong was right არა Thanos was right ეგ ბაზარია ბაზარია ანუ არა ხო მესმის მაგრამ ანუ ისე საუკეთესო ბოროტმოქმედებში არც გამხსენებია Thanos მორიარტიზე ვფიქრობდი და ჯოკერზე აი მორიარტი და ჯოკერი საერთოდ ძალიან დიდი სხვაობა. მორიარტი არ არის ეგეთი საოცრება როგორც ჯოკერია. ბიჭო არა ძალიან კაი. ჯოკერი ალბათ ხო იმის ჰით ლეჯერის. და ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი აგერ ყავს. ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი კარგი ფილმია, მაგრამ ესა ვილიანად პირველი ნაწილია კარგი. მოდი დავაგაბრეთ. მეორე საშინელებაა ხო. ჩემთვის ზოგადად ბოროტმოქმედზე მახსენდება ერთი ადამიანი.
Kevin Spacey. ანუ რა ხონებაშიც მოგატყვა. ყველანაირად. და სხვათა შორის Kevin Spacey-ის მეორე ისიც მინდოდა დამეწერა, ანუ ორი ბოროტმოქმედის როლი აქვს ძალიან მაგარი. ერთი ეს არის unusual suspect-ში და მეორე Seven-ში. ორივეგან საოცრება არის, ორივეგან ძალიან კარგი არის და ზოგადად აკვდება მაგ ადამიანს, რა ის ვილანობა რა და კიდევ სხვა ფილმებიც მაქვს, სადაც ბოროტმოქმედი ნაბიჯარი არის. მოკლედ, კარგად ასრულებს და კარგად შესრულებული კარგი ბოროტმოქმედი არის რა. მე არ წავედი, ანუ პირველი ხა მე ჯოკერი გამახსენდა რა, ბეტმენის თემაში, მაგრამ მაინც ცოტა სხვაგან წავედი რა. ხო, მე ან მორიექტი უნდა დამეწერა, ან ჯოკერი და უფრო ჯოკერისკენ წავედი. ბევრი არის მე ფიქრია. თანოს საერთოდ აქვს ფილმი საუკეთესო ბოროტმოქმედი. თანოსის სხვა თემა. ნუ, ამ ლოგიკით, რასაც მე და გიოვან ვითარებთ, თორე ისე რომ აი ბოროტმოქმედი თუ ბოროტების იმით განსაზღვრავ, რამდენად დიდი ბოროტება გააკეთა, ოკეი, ხო? ან რაღაც კულტი გუათ, ან თანოს did nothing wrong, ოკეი. ეხა მე უნდა ვიპოვო აქ იმპოსტერი. მე ხო ვიცი რომ ეხა რა თემაში ვარ აქ რა და შენ მითხარ Usual Suspects არის ეგეთი Usual ფილმი. Suspects ძველი ფილმი 90-იანების ან 80-იანების. კლასიკა შედევრი უნდა არის. საოცრება. ხო და ეხა უკვე რა ფიქრი რა მაქვს. ჩემი მსჯელობას არ მიდის. შენ ჯოკერი უნდა დაგეწერა ამ კითხვას. შენ რო ჯოკერი არ დაგეწერა, შენ დაგადებდი ხელს. უეჭველი. მაგრამ შეიძლება შენ სხვა კითხვა გქონდა, ხო? არის ამის ვარიანტიც. თუმცა მიშა არის როგორი იცი ტიპი თანოს არ დაწერდა ამ კითხვას. ეცდებოდა ცოტა ეტიპა რა. როგორც მე ვიტიპე ხა კეისერს უზასი რაღაც ეგეთი. ბიჭო, იტიპე არ იტიპე ძალიან არა, ეს არა. არა, ჩემი დაჟი კი აიპასუხე ეს დაწერდა რაღაც 70-იანი წლების რაღაცა ვიღაც შავთეთრი. ანცო შულმა რო არ ვიცი ხო. რაღაც არა, იტიპე არ არის რა. რაღაცას დაწერდა. პირველი რაც გამახსენდა, ეგ იყო მარველის პერსონაჟები. მეც სუპერჰეროებს ეცავედი, მაგრამ მილიონი მეტი ახლა მორიარტს არც მიფიქრია საერთოდ, თორე ძალიან კარგი ის არის, მაგრამ ვენომიც მქონდა აზრად, მაგრამ ვენომი არა მე ესეთი არა. ლოკიზეც ვიფიქრე. ეგრე უილიამ დეფოც გაიგოს მაგრამ ლოკი არ არის მთლადის ბოროტმოქმედი. აუ არ ვიცი, მაშინ ხა დავიპო. კაი, ნუ მე შენ დაგადებ ხელს შენ არა იმას. მარტო იმიტომ რომ თანოს საფრთხული მე საუკეთესო ბოროტმოქმედი. მიშა შენ ვისადი? შეიძლება შენ არ იყო იმპოსტერი ამ შემთხვევაში. ხო, მეც მაგ ლოგიკი წავა. თანოს პროსტა მე არ ვთვლი საუკეთესო. აი, მეც მაგ ლოგიკი წავალ, შეიძლება ვწდები. 3. და ორივე მემადებთ? ხო, 3, 2, 1 მიშა, მაგრამ მგონია რომ კოსტა არის. არა, მე არ ვიყავ იმპოსტერი. მაგრამ მე ვიყავ. ძალიან კაი. და ისეთი კითხვა მქონდა რა. ახლოს იყო ძა. ყველაზე მეტად რომელი ბოროტმოქმედი გესიმპათიურებაა? როგორ გესიმპათიურება მისი შეხედულებები და აბა ეხლა არა, ვიზუალურად მაგარია. თანოსის ხმის ეს თუ მოგწონს. არა, ხო, მესმის. აუ, ეხა შემოგვიტევენ კომენტარებში. ისეთი პასუხები ეს ლაპარაკები მიდის. ვინმე ჩვენი გაშავა რო დაჭირდეს ის მე. ბაზარია. საკის გაგვაძრობენი. ჯონ ვიკი. ჯონ ვიკი, ოღონდ სხვანაირად, ჯონათან. ფლეში, ოღონდ სერიანი. ძალიან საუბარი პასუხი მიზერია მე როგორც ჩანს. რომელ ფილმს აქვს ყველაზე კარგი ექშენ სცენები? და შენ რატო გიძერია? ფლეში საოცარი სცენებია ბიჭო. მე ხან დავდი? სერიალში. ხო. CW სერიალში. აბა ახლა იმაში ფილმი გაქვს ნახი? საშინელება ფილმი არა, ანუ ფლეში არ დაწერე საერთოდ ანუ. აუ შე გამახსენდა ძალიან ისეთი, აი ეგეთი სიკვენსი იმაშია. ფლეში, ეგრე გამახსენდა მე პირველი. ბიჭო, მოდი შენ თქვი ჯონ ვიკი რატო დაწერე და ამა რატო დაწერე, იმიტომ დავწერე მეც პარემ. ქრონომეტრაჟი რო არ გავწელო, ზუსტად იგივე სიტყვებს ახლა. მოდი ხა ეგეთ ამას ვიტყვი რა. ყო მიშა იყო ზედიზედ ორჯერ იმპოსტერი. სამჯერ მქონი. ხო და ეხა უკვე არ უწევს იმპოსტერობა. მაგრამ მინდა ცუდი რაღაც უწერია, აი ცოტა ვიბნევი. თან მე ვიცი რომ იმპოსტერი არ ვარ, იმიტომ რომ მაგრამ კოსტასაც ჩემნაირი უწერია. აი არ ვიცი. ჯონ ვიქს აქვს ეგეთი კაი ექშენ სანახავი თემა. რავია, ბა. ფლეში რა შენ თუ საუკეთესო ექშენ სცენა პირველი გეკითხებიან. ბიჭო, ეგ ვიფიქრე და მეორე იყო ფორსაჟი. აი ექშენ კიდე ფაი. გარა, ფორსაჟი რო ექშენია. ექშენი მეორე არის. ეგეთი არა, სადა. მაგრამ ანუ საუკეთესო, ეგრე საუკეთესო თქო. მეც ვიფიქრე რომ ვიხუმრებ მეტი და ფორსაჟზე წავალ თქო, მაგრამ ანუ აი ხა მართლა საუკეთესოს ეგ დაწერეს მელოდი რაღაცებს აგეთ. ჯონ ვიკიც ახლა შეიძლება რაღაც შეგვედაო საუკეთესო არ არისო, მაგრამ აი ბიჭო არა ნახე, თავში რო საკონტროლოს ესვრის ორჯერ და რაღაც. ანუ ძალიან მაგარი ექშენსენები. გავიგე რომ ახლა იქ ტყვიები შეიძლება 7 ტყვიანში 14 ისვრის ის, მაგრამ ნუ კაი ექშენსენები. და პლუს ანუ რო ჩხუბობენ. ცოტა ზედმეტობაში არის გადასულები მინდა დიდი ხანს მიდის ეს ჩხუბი. ბოლოს. ხო, აი თავსულებელი ჩხუბი. აი კიბეებზე რო ადის, მე კიდე დაგორდება კიდე ჩხუბი. ჩამოვარდა ტიპი. მაგრამ საუკეთესო არ არის ეგ. ნუ ეხა ბიჭო, შეფეთებით. რეალისტური, ანუ მე ეგრე ვაფასებ რა, რეალისტურია. არა, რეალისტური ხუჯე ჩამოვარდა იმ კიბიდან. არა, ანუ თვითონ ჩხუბის ფაით სცენები, ანუ რეალისტურია რაღაც
ნეოსავით არ დაფრინავს და ასე შემდეგ. აი ნეო მატრიცას კარგი პასუხი იქნება. ხო, მატრიცა შეიძლება ახლა თქვი რომ ამაზე ბევრად უკეთესი პასუხია. ამაზე ბევრად კაი. კიანუ რივზი. კიანუ რივზი ზოგადად. ხო, აი მატრიცა ის სცენა მისტერ andersonები რომ ორბიან, საუკეთესო არის. აი ეს ჯონ ვიკი. გადახრაცა ძალიან მაგარი. ხო, არა. ხო, ყველა ხვიებს რო ესე აჩა. ხო, კაი, კიანუ რივზი. ბაზარი არის, ხო. შეუცვალებელი პასუხი არ მაინდა. სვით ნოემბერის გარდა ყველა ფილმში. X საყვარელია გოგო. ხო, ანუ კიანუ რივზიო და ყველგანო სვით ნოემბერის ორა გარდა. ფილმი გაიხსენე, ეგ ძალიან საყვარელი ფილმი არის. კაი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1 კოსტა. იმიტომ რომ ჯონადანი გიზერია. ნუ კაი, კოსტა, გაურისკავ, იმიტომ რომ ვენდობი რომ იქნებ ან მიშა იყო ის. რა თქმა უნდა, მე ვიყავი რა ის ფლეში. ბიჭო, მაგ ლოგიკით არ უნდა წახვიდე, რომ აი არ იქნება სამჯერ ზედის. რა ვიცი. ანუ რომელ იმაში გახსენდებაო ფილმში ან სერიალში ყველაზე unnecessary როგორ თქვა? არასაჭირო. არასაჭირო action სცენები. აი აქ ყველაზე არასაჭირო, ბავშვი ყველაზე არასაჭირო სერიალი იყო მესამე სეზონიდან. როგორ გამწიგა ბიჭო? აი არა. თქვენ მაინც არ გამწიგოთ და დაალაიქეთ. ეს კარგი გადასვლა იყო. ой, ეს მომეცა. მე არ გამიკვირდება თუ ერთი და იგივე მიწერია. არა, არ უზეთი. დასაყოლებ. აგამემნონი. ხო გითხარი, აგამემნონი. ნოლანიდან. სუპერმენი. კითხვა იყო, კითხვა რა იყო, მაგრამ კოსტარი იმპოსტერი 3-2-1. რომელია ყველაზე აიკონიკ კოსტუმი ფილმების კინემატოგრაფიაში და ვინაიდან ჩვენ ახლა ვიყავით. ახლა ვიყავით ოდისეასთან და გავგიჟდით და გადავირიეთ. აგამემნონი გავახსენდა პირველი და კოსტას რაღაც აიყო შენი კითხვა. რომელიაო ყველაზე ტრუსიკიანი სუპერ ყველაზე უცნაური კოსტუმი სუპერგმირებისო რა და სუპერმენი იმიტომ დავწერე რომ გარდა რო აცვია საწვა. გადანაცვია ტრუსიკი იმაზე როგორ შარვალზე ბჭყალებში მაგიტო დავწერე. კეთახ, მაგრამ ჰენრი კევილს არის. ჰენრი კევილს ხო? ჰენრი კევილი ძალიან დასტოინია. ხო, კი, ჰენრი კევილი. ზედმეტად დასტოინია ჩემი აზრით. აი ზედმეტად. არა. ბიჭო, ნახე, გმირს ქვია სუპერმენი. ანუ ზედმეტად ვერ იქნება. სუპერკაცი უნდა იყოს. ყველა ჰენრი სუპერი კევილი უნდა იყოს ყველაფერში. ჩვენ ფანს ეგ და ჩამოვაყალიბეთ. კი ბატონო. ტორეტოსი და ჰენრი კევილი. რა შეეხება აგამემნონს, აი საოცრად გამოიყურება, მაგრამ კიდია ის რაღაც კომენტარები რაც სულ ის რო კითხეს აურა ფარმინგ რა სულ ყველა ეგ მაგას მეუბნებაო და მართლა აურა ფარმინგ არის ტიპი იმე და ფილმი რავი 10-დან 10-ის თქვები არ მყოფნის ისე მოგვეწონა რომ აი ორჯერ ვუყურეთ თან მე და მიშა იმიტომ რომ პირველზე სამწუხაროდ ხო ელექტროენერგია წავიდა იმ დღეს ყველასთან და საათნახევარი მქონდა ნახი მარტო ღმერთის ხელი Death Note. Perfect Strangers. ახლა კითხვა რა იყო? რომელია საუკეთესო არაინგლისურ ენოვანი ფილმიო იყო ჩვენი კითხვა. ეს რა ფილმია მიშა? საოცარი ფილმია, აი ვისაც არ აქვს რაღაც მეცნობა, მაგრამ ეგ არის პაულო სორენტინის ფილმი. საოცარი ფილმია. უბრალოდ შეიძლება ქართულად სხვანაირად ქვია, მაგრამ თარგმნა ეგ არის. The Hand of God. ხო. ხო და საოცარი ფილმია, მე ძალიან მომეწონა და კინემატოგრაფია ვისაც ევასება, აი ძალიან მოგეწონებათ ეს ფილმი. გავიგე. ჩემი იტალიური ფილმია სპორტის შორის. Perfect Strangers. თუ არ გაქვთ ნახე, გეტყვით რა მარტივად არის სიუჟეტი, რომ გაგისწორდეთ უყუროთ რა. მეგობრები იქნებებიან სახლში, სამი მეგობრო არიან, ერთი არის 6-8 ადამიანი, ერთ მაგიდასთან სხედან, საჭმელს მიირთმევენ და თამაშობენ ეგეთ რაღაცას. მოდი ტელეფონები დავდოთ მაგიდაზეო და ვისაც მიწერენო ანუ ტელეფონი არ გამოიყენოთო საერთოდო, მაგრამ როცა მესიჯი მოგივათო, ხმამაღლა უნდა გააშკავენო. ხო, და გირეკავენო, ჩვენც უნდა გავიგოთო ყველაფერი. მე რა ხდება? ეს უკვე ნახეთ. ეს უკვე ნახეთ. სპოილერების გარეშე რჩევა. შენ რა გაქვს? Death Note. ფილმი ხო? ფილმი. ბიჭო, მე გეთახვები რომ ძალიან მაგარია, მაგრამ ანიმე კარგი არის. ანიმე არ აქვს ნახიანს. ანუ ნახე ანიმე ფილმი აქვს. მოიცა. ამის ფილმი გაქვს და ხო. ანიმეს ყურება დავიწყე. ხო და მაგას გეუბნებ, ნახე. ანუ არაინგლისურენოვანი ახლა საუკეთესო Perfect Strangers არ გამახსენდა, თორე დავწერდი და რაც გამახსენდა. და ერთს მე ხო გითხარი. 13 რაიონი და ლეონი არაა ჩემთვის ეგეც საუკეთესო. ანუ მე 13 რაიონზე ოკეი, მაგრამ ლეონზე მე გვამბობკი. ანუ მე 13 რაიონი დასწორე. ამას ორივე ხო გირჩევნია. კი კაცო. და თან ანიმეს ყურება არ დავიწყე. აი რა იყო შენი კითხვა, მაგრამ მაინტერესებს. რომელი იყო? რომელი არისო საუკეთესო ანიმაცია, რომელიც არ არისო გათვლილი საბავშვო აუდიტორიაზეო და
ზოგადად არ ვიცი ანიმაციები და Death Note უბრალოდ რადგან გიოს აქ მოყოლილი რა ხდება? ანუ არა ბავშვებზე გათვლილი ხო, რა. არა. ზოგადად ანიმე ზოგადად ანიმე ვერ ხო. ვიტყვი რომ ბავშვების ის არის, აი ანიმე არ არის ბავშვი. ხო და მე ზოგადად ანიმაციებში ვერ ვიყავ ვერც ანიმეში რა და Death Note გამახსენდა რომ არ არის ანიმე. აუ, გინდა გაღადაო. ახლა თავიდან ხო დავიწყეთ ის ყურება იმის Attack on Titan და სახში ვარ და ტელევიზორი დავსთავ Attack on Titan და შევედი და რამოდენიმეა და რაღაცას დავაჭირე, მეტი რა იქნება და დავაჭირე და ჩავდა და კინო ყოფილა, რომელიც რაღაც $50,000 გადაიღეთ. ისეთი საშინელება, აი, წარმოდგენაც არ გაქვს ალბათ, აი საშინელება მართლა. სულ ეს იყო გამოიწერე ჩვენი არქი და ეს კატეგორიები თუ მოგეწონათ მსგავსი სტილი. გითხარით რა? ჩვენ გავახსენებთ. და კატეგორიებიც გვირჩიეთ კომენტარებში, იქიდან შეიძლება არჩევოთ. კი ბატონო.